სახიფათო ამ კანონში ის კი არ არის, რომ რეგისტრი იქნება და მონაცემთა ბაზა იქნება, არამედ არ იქნება კონფიდენციალობა დაცული და ხელმისაწვდომობა ექნებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამას გამოიყენებენ ამ ადამიანების საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ რეგისტრში შევლენ ის ადამიანები, რომლებიც მიმართავენ სახელმწიფო პროგრამებს. იმ დაწესებულებს, სადაც მომსახურება იფარება სახელმწიფო პროგრამით. ეს არის ეგრეთ წოდებული ამბულატორიები, ეს არის ფსიქიატრიული საავადმყოფოები. რაც შეეხება კერძო მიღებას, კერძო ამბულატორიას. აქ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ არის ასეთი ვალდებულება, რომ ჩვენ მონაცემები, პაციენტის მონაცემები შევიყვანოთ ამ საერთო სისტემაში. თუმცა შეიძლება რაღაც ეტაპზე ესეც ამუშავდეს, ამოქმედდეს და მერე კერძო ამბულატორიების ვალდებულები გახდნენ, რომ შეიყვანონ ეს მონაცემები. თუმცა ფსიქიატრში ძალიან დაწვრილებით იწერება ეგრეთ წოდებული ცხოვრების ანამნეზი, ანუ მთელი თქვენი ცხოვრება, რასაც შეიძლება გამოეწვიოთ თქვენი ეს კონკრეტული მდგომარეობა. ხო, ანუ საკმაოდ დეტალურად ხდება ხოლმე ადამიანის მონაცემების შეყვანა. ზოგადად ამ ინფორმაციაზე წვდომა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის უკიდურესად კონფიდენციალური, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიეწოდოს ნებისმიერ სხვა პირს, ვინც არ არის თქვენ ზრუნვაში და თქვენ სამწინო მომსახურებაში ჩართული, მხოლოდ და მხოლოდ თუ ადამიანი თვითონ დათანხმდება ამას, ან რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ იქნება იქ სასამართლოს მოთხოვნა და ასე შემდეგ. მე იცით რა მინდა, რომ ძალიან გაუსვა ხაზი იმას, რომ თითქოს ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ აქამდე არანაირი კანონმდებლობა არ იყო იმისთვის, რომ ჩვენ გაგვეკონტროლებინა ვინ იღებდა იარაღს, ან ვინ იღებდა მართვის მოწმობას. ხო, ეს არის აბსოლუტურად მცდარი რამ და თითქოს აი ახლა რეგისტრით ეს ყველაფერი მოწესრიგდება. მსგავსი არაფერი არ არის და ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც იღებს მართვის მოწმობას, მშვენივრად იცის, რომ მან უნდა მიიტანოს ჯანმრთელობის ცნობა, ხო, რომელსაც ეს ხალხში ფსიქოს ეძახიან ხოლმე. ასევე არის იარაღის ტარებაზეც. ასე რომ იმის თქმა, რომ ჩვენ არ ვიცით, ვის ხელში ხდება ეს იარაღი და ამიტომ გჭირდება ეს რეგისტრის ხელმისაწვდომობა. ეს არის აბსოლუტურად მცდარი და სრულიად გაზარბაიდებული და გადაჭარბებული, ესე ვთქვათ, საფრთხის განცდის შექმნა. თითქოს არის დიაგნოზები, რომლის დროსაც უფრო სახიფათოა, ვთქვათ, რაღაცა ნებართვა და რომლის დროსაც ნაკლებ სახიფათოა. ეხლა უბრალოდ ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვან დეპრესიის დროს ადამიანს, როდესაც აქვს დეპრესია, ხო, ძალიან ხშირად ხდება იქ სუიციდური ტენდენციების და აზრების განვითარება, ხო? და დეპრესია როდის დაემართება ადამიანს და სხვა შორის დეპრესია არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობა და საერთოდ რამდენად ეს ადამიანი არის ამ რეგისტრში, არ არის ამ რეგისტრში, იმდენი უზუსტობა არის ამ კუთხით, რომ ვერანაირად, აი ზუსტად დიაგნოზების მიხედვით ვერანაირად ვერ გააკონტროლებ, ვის უნდა მისცეს ნებართვა და ვის არ უნდა მისცეს ნებართვა, ხო? ნებართვის გაცემა ხდება იმჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის საფუძველზე. და არა ზოგადად ადამიანს ოდესმე რაღაცა გადაუტანია თუ თეორიულად კიდევ რაღაცა შეიძლება დაემართოს. იმიტომ რომ მაგის განსაზღვრა თეორიულად ვის რა შეუძლია დაემართოს ძალიან რთულია. აი იგივე მართვის მოწმობის ფსიქოებზე რო ვილაპარაკოთ, ხო, ვინ სად იღებს ამ ფსიქოებს და ზოგადად როგორ გაიცემა ეს ჯანმრთელობის მოწმობები, ხო? ეს უნდა დარეგულირდეს, რომ არ შეიძლება რომ ნებისმიერ, ეს ვთქვათ, ესე უხეშად რო ვთქვათ, რაღაცა კანტორას კონდეს იმის უფლება, რომ გასცეს ეს მნიშვნელოვანი დასკვნები, ხო? ეს უნდა დარეგულირდეს. რუსეთში ზუსტად ესეთივე კანონი აქვს შემოღებული. ოღონდ იქ კიდევ უფრო და ალბათ ჩვენც ამას უნდა ველოდოთ, რომ არ არის შემოფარგლული მხოლოდ და მხოლოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებით, ან ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და სხვა ნივთიერების მოხმარებით ეს პრობლემის მქონე ადამიანებით. თქვენი ძალიან ინტიმური ინფორმაცია თქვენი ცხოვრების შესახებ, თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ხდება ესე თავისუფლად ხელმისაწვდომი ყველასთვის. საერთაშორისო გამოცდილება ყველა, ესე ვთქვათ, ევროკავშირში არის მოქმედებს ძალიან მკაცრი კონფიდენციალობის კანონი. რა თქმა უნდა, ეს რეგისტრები არის ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მონაცემების შეგროვება ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო საფუძვლიანად მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა
მდგომარეობის შესწავლა. ამას სამეცნიერო მიზნები აქვს, რომ მე ვნახო, რომ აი ადამიანი პირველივე დღიდან რომ დაიბადა, რაღაცა გარკვეული პერიოდულობით ხდება მისი ჯანმრთელობის შეფასება, მისი ინტელექტუალური განვითარების შეფასება, მისი ფსიქიკური განვითარების შეფასება და მე შემიძლია მე მივადევნო ვთქვათ რაღაცა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს და ეს არ არის იმისთვის, რომ მე იმ ადამიანის კონკრეტული პიროვნება გამოვყო იქიდან და მე გამოვიყენო დასჯისთვის ან უფლებების შეზღუდვისთვის. ეს როგორ გავლენას მოახდენს, იცით, ადამიანები მოერიდებიან სახელმწიფო პროგრამაში, ესე ვთქვათ, იმ დაწესებულებებში მისვლას და ფსიქიატრებისთვის მიმართვას ამ დაწესებულებებში ძირითადად იქნება კერძო მიღებები, ან შეიძლება საერთოდ ფსიქიატრთანაც აღარ მივიდნენ სხვა სპეციალობის ექიმებთან, ან ოფიციალურად არც არ მივიდნენ, ანუ არც კერძო დაწესებულებაში არ მივიდნენ და სახლებში იარონ ექიმებთან. მაგრამ პრობლემა ფსიქიატრული მომსახურების ხშირ შემთხვევაში ასეთია, რომ თქვენ უნდა პირიქით განუმარტოთ ადამიანს, რომ მას სჭირდება ეს მომსახურება, უნდა იმუშაოთ იმაზე, რომ მას სჭირდება ეს მომსახურება, სტიგმა უნდა შეამციროთ, ცნობიერება უნდა გაზარდოთ, რომ როდესაც ადამიანი იტანჯება თავისი ფსიქიკური პრობლემის გამო, არ შეეშინდეს ფსიქიატრთან მისვლა. აი ხა არ შეეშინდეს თქო ფსიქიატრთან მისვლას, რომ ვიძახი თუ იმან იცის, რომ აიყვანენ აღრიცხვაზე, ესე ვთქვათ, სხვა შორის ეს საბჭოთა პერიოდიდან იმდენად ქონდა გამჯდარი ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩემთანაც რომ მოდიოდნენ, ახლა მე კერძო მიღება მაქვს, კერძო ამბულატორიაში ვმუშაობ, რომ მოდიოდნენ და რომ ვთავაზობდი, რომ იცით რა სახელმწიფო პროგრამა უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ, ვთქვათ, კონსულტაციაც, მედიკამენტების, მეუბნებოდნენ, რომ არა, იცით, არ გვინდა, იმიტომ რომ აღრიცხვაზე ასვლა არ გვინდა. თუმცა ეს რა თქმა უნდა გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ყველაზე მოწყვეტი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის, რომელსაც არ ექნება საშუალება, რომ თვითონ დაფაროს თავისი მკურნალობის ხარჯები და იქნება დარჩენილი ამ სახელმწიფო პროგრამების იმედად, ბუნებრივია ის უფრო, ეს ვთქვათ, სამწუხაროდ მოხდება აი ამ რეგისტრში. გამართლებისთვის უფრო მარტივია ფსიქიატრიაზე ლაპარაკი და აი ამ უფლებებზე, ვთქვათ, იარაღის ტარებაზე ლაპარაკი, ეს აუცილებლად გავრცელდება ყველა სხვა პროგრამაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ფეხდაფეხ მიყვებით რუსეთში მიმდინარე ცვლილებებს და პრინციპში ვბრუნდებით საბჭოთა სისტემაში.